სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შენაკითხვა ძალიან საინტერესოა, ამაზე მე ბევრი მიფიქრია, მეც გამომიყენებია ზუსტად ანალოგია. Შემიძლია ახლა სათაური გითხრათ, რომ თქვენ წარმოდგენა გქონდეთ რაზე საუბრობ, არის თუ არა ქრისტიანობაც ასევე რელიგია, რით განსხვავდება ის სხვებისაგან. მეც ვცდილობდი ხოლმე, რომ მაგალითად ეს ფორმულირება არ მიმეცა. და ნახეთ რა კარგ პასუხს მისცემს ჯონ მაკარტური, რომ ორივე მხარე დაკმაყოფილდება, ორივე მხარე იმ გაგებით, რომ ტექნიკურად თუ ვინმე შემოგედავებათ, არ შეიძლება თქვათ, რომ ეს არ არის, ლექსიკონი ამბობს, რომ რელიგიაა, მაგრამ როცა ლაპარაკია, როცა ისინი აიგივებენ, მაგალითად ლაპარაკია ისლამზე, ბუდიზმი, ყველა იტყვის, რომ არა, ქრისტიანობაც რელიგია, აი მათი თვალთახედვიდან უკვე არასწორია მათთან გაიგივება. გესმით, მაგრამ როცა ტექნიკურად არის ვიღაცა ათეისტი ან ვიღაცა ლაპარაკობს და ჩვენ რო ვთქვათ, რომ ეს რელიგია არ არის, ცოტა შეიძლება დაბნეულობა გამოიწვიოს, ხო, ამას რომ ეს ურთიერთობა ცოცხალ ღმერთთან. და მართლაც უნიკალურია, აი ქრისტიანობა არის უნიკალური. კიდევ ერთხელ ვწუნდები მე მაგაში, რომ რა ვიცი, ამიტომაც არის კარგი მოსმენა და ისეთი ავტორიტეტების და შედარება, აი ძალიან ბევრი რაღაცა მე რაც ადრე მესმოდა, ხო, წარსულში და ახლა ანალიზს რო ვაკეთებ, რევიზიას ვუკეთებ იმას, რაც მესმოდა, ხო, და გადაფასება ხდება იმის. აი ძალიან დამეხმარა, არა მარტო ის კითხვა-პასუხები, არამედ ჯონ მაკარტურის ბევრი ქადაგებები და სწავლებები. ახლა ვიცი, რომ ძალიან ბევრი შეიძლება არ სიამოვნებდეს, შეიძლება ბევრი ისმეს და ჩუმად იმაშვება, ხო, იცით რაღაცა ჩასაფრებული თვალსაზრისით, ბევრი არაზიარებს, იმიტომ რომ პირდაპირ გაგებით შურს ან მაგალითად ბევრს არ სიამოვნებს და არ იწონებს მოწონებას, რომ არ დადასტურდეს, რომ ისიც ისმეს და აქედან აი მიდასტურებენ ადამიანები, მე როცა მწერენ, თურმე უსმენენ და ძალიან ბევრისთვის მადლობაც გადამიხადა ამას წინაზე პიროვნებამ, როცა ლაპარაკი იყო, რომ სხვა ადამიანებმა ვინც ამეგობრა, აქედან მიაწოდა ჯონ მაკარტურის იმიდან მიაწოდა, როცა ლაპარაკი იყო დაუშვათ ბავშვის აღზრდაზე და ოჯახთან დაკავშირებით და მე ძალიან გამიხარდა, რომ ადამიანები ეს ეხმარებიან, არა ადამიანები, რომლებსაც აშინებთ მხილება, იმიტომ რომ ის რაც მათ დაუშვათ ასწავლიდნენ და რასაც ავრცელებდნენ, ამბობდნენ, ხო, თავიანთ ცხოვრებაში, აქ ხვდებიან, რომ მხილებულია მათი არასწორი გაგება. და რა თქმა უნდა, ადამიანის სიამაყე ისეთი არის, რომ რა თქმა უნდა, არ სიამოვნებს და არ უნდა აღიარება ამისი და პირიქით უფრო კრიტიკაში გადადის და უფრო მეტი რაღაცა დაუშვათ კრიტიკული იმებს გამოთქვას მე ამაზე, ან კიდე პირიქით დუმილში იმაშვება და რაღაცნაირად არ სიამოვნებს, მაგრამ მე ხო გითხარი და მე პირდაპირ გაგებით პრაქტიკულად. არა მარტო ეს, აი სურათებსაც, ავატარებსაც ვროვდებ, მე მინდა ყოველთვის გავაცნო ხალხს ის ადამიანები, ვინც ჩემს ქრისტიანობაში, ჩემს გადარჩენაში, ჩემს აღდგომაში დიდი როლი ითამაშეს. და ყოველთვის ამათ და უორენ ვისმიც ესეთი პიროვნება, რობერტ სპროულიც, ბევრი შეიძლება არ არის ისეთი, რომელსაც მე ვიცნობდი, მაგრამ ფრენსის შეფერი, ყველანი ვინც მე დამეხმარა, კიდე ვერნონ მაგი იყო, რომელთანაც მე დრო დამიყვია, ამათან მე დრო დამიყვია ბევრი. შეიძლება სხვებთან სხვები უფრო ჩემზე მეტი გამოცდილება აქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მე უშუალოდ ვინც ამომირჩევია და ვინც ჩემთან ახლოს მოსულა გულთან და გონებასთან, იმასთან მე დიდი დრო დამიყვია და ძალიან ბევრი პროდუქტიული ყოფილა. შეიძლება ადამიანებს უფრო დიდი ბიბლიოთეკებიც აქვს, ბევრ ადამიანებსაც იცნობენ ქრისტიანულ ბიოგრაფიებსაც, მაგრამ მე ხო გითხარ დროის გამო, იმის გამო, რომ მინდა რომ თუ რამე მომეწონება, იმასთან დავყო დრო და ნაყოფები ავიღო და შევადარო მე. ხო არის ხედვა, რომ შენი გამოცდილება როგორი არის ამ საკითხთან, შენ რამდენი დრო დაყავი და რა მოიღე აქედან საგანძურები. და არის მეორე პიროვნება, რომელმაც მაგალითად ის ვერ შეამჩნია და ესე როცა ლაპარაკი იყო მაგალითად ვინ როგორ იწყებს თავის წმენას და ქრისტიანობას, ვინ როგორ ამთავრებს. და ეს ნამდვილად თვალსაჩინო არის, ხო, ძალიან ბევრ ადამიანებში, დღეს თანამედროვე ადამიანებში შეიძლება თეორიები ძალიან კარგი აქვს, მაგრამ პრაქტიკაში, ცხოვრებაში, როცა უკვე ხვდებიან, ხო, პრაქტიკულ წმენაში, უკვე იქ თავის გართმევა უჭირთ მათ. გესმით, ეს თეორიები უკვე აღარ ადგებათ. რა ძალიან კაი ადამიანი, როცა სწორ თეორიასაც გვეუბნება და არ გვიმახინჯებს სწორ თეორიას, არ ირგებს თავის ცხოვრებაზე, მას რა ქვია, ბიბლიურ რაღაცა იმებს, რა ქვია, ცხოვრების წესებს, ბიბლიური გმირების და არ ამართლებს თავის იმას და არ ეშინია აღიარებისაც. ან კიდე არის ადამიანები, რომლებიც ერთ საკითხში ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ არის საკითხი, რომელთა გამოჩენაც მათ ცხვენიათ და მათ ეშინიათ კიდევაც და ამას ყველაფერს ანდომენ, როგორც დავითი, როგორც ცდილობა დავითი, ხო ყველანაირად დაეფარა თავისი ცოდვილი ბუნება.
და არიან ესეთი ადამიანებიც, რომ მაგარი შეიძლება იყოს ძალიან მაგარი გარკვეულ საკითხებში, მაგრამ იყოს ისეთი საკითხები, რომლებიც დამალვასაც ყველანაირად ცდილობს და ცეცხლივით, დენივით არ ტყავს ის და ეშინია. მაგრამ მათ ასეთი ადამიანის გასაგონად მეუბნები, რომ ადრე თუ გვიან ღმერთი ხომ მაინც გამოიტანს მაგას. შენ არ გამოიტან, ღმერთი გამოიტანს მაგას და არ ჯობია რომ ადამიანმა გამოიტანოს, რასაც არ აკეთებს, მაგალითად ილია მეორე ან ძალიან ბევრი ადამიანი. ღმერთთან რო წარსდგები და შენი სახელი ისე იმაზე დააყენე პედისტალზე, რომ შენ გეშინია ეგინა, რომ ჩამოგაგდონ და ელემენტარულად აღარ ქონდეს ისეთი პატივისცემა. ის არ ჯობია რომ ღმერთი შეხვდე შენ მთელი რწმენით და მთელი სიყვარულით, რომ არ დაგიკავოს ის ჯილდოები და ის გვირგვინი, ის საჩუქრები, რომელიც მას აქვს შეთვის გამზადებული და ხო შეიძლება შენი ამითი შიშებით, ამ რაღაცა კომპლექსებით, ხო, რომ აქ შენი სახელი შეიბღალება და რაღაცა შენ თავს უკავებ იმ ჯილდოებს, იმიტომ რომ გეშინია, პირდაპირ გაგებ გეშინია, რომ შენ თავთან არ იყო მხილებული და ამით სხვას დააწყდები თავზე, სხვას ყველანაირად იმას იზავ, ხო, რა ქვია, თავზე დაესხმები, რომ არანაირად შენი ის გამოტანილი არ იქნება და სულ თავდაცვის რეჟიმში ხარ, სულ ყოველთვის თავდაცვის რეჟიმში ხარ. ასე რომ აი ეს დღევანდელი ესეც მე მახსენებს იმას, რომ ბევრი რაღაცა, როცა ერთი ცალმხრივ გესმის, ხო, შეიძლება არ იყოს ისეთი კარგი პასუხი და როცა უფრო ფართე პასუხს მოგაწვიან, უფრო მრავალ პლანოვან პასუხს მოგაწვიან, უფრო მოიწონებ ამას და უფრო რა თქმა უნდა იმ ხარისგან გადაიხრები. აი მოусმინოთ აბა რას ამბობს ჯონ მაკარტური ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს ბევრ წრეებში მე გამიგია, ბევრ ქრისტიანებში გამიგია, რომ იცი რა, ქრისტიანობა არ არის რელიგია. და კითხვის ავტორი, იგივე კითხვის ავტორია, მეორე კითხვასაც და მგონი მესამესაც მიცემს საშუალებას ჯონი, რომ მესამე კითხვაც დასვას. დიახ, კიდევ ერთი კითხვა მაქვს ჯონ, თუ შეიძლება, ჩვენ ხშირად გვესმის ეკლესიაში და ალბათ თქვენც გსმენიათ, რომ ქრისტიანობა რელიგია არ არის. და მე ვიცი, რამდენადაც ვიცი, რომ ქრისტიანობა ქრისტემ შექმნა. რელიგია კი სატანის შექმნილია. მესმის, რომ ღვთისმსახურები ხშირად ორივეს ერთმანეთთან აკავშირებენ. მე მაგალითად მივიჩნევ იმას სწორად, რომ ქრისტიანობა არ არის რელიგია. ჩვენ გვახსოვთ, რომ იესო ამბობს, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მე ქრისტიანობას ცხოვრების წესად აღვიქვავ და ასე უყურებ და არა რელიგიად. და ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, ზოგიერთი მართლა ამბობს, რომ ქრისტიანობა რელიგია არ არის. ეს ურთიერთობაა. მაგრამ ტექნიკური გაგებით, თუ ლექსიკონს დავეყრდნობით, ქრისტიანობა შეიძლება კვალიფიცირდეს ისევე, როგორც რელიგია. ანუ ეს არის ზებუნებრივი რწმენის სისტემა. ცხადია ჩვენ ფიქრობთ, რომ ეს ერთადერთი სწორია. და ეს გამოარჩევს მას. ჩვენი რელიგია ერთადერთი სწორი რელიგიაა. მაგრამ ქრისტიანობის რელიგია წოდება სულაც არ არის, იცით რაღაც დანაშაული. თუ ლექსიკონს დავაკვირდები, დაინახავთ, რომ რელიგია განსაზღვრავს ღმერთის გარკვეულ კონცეფციას და რწმენის სისტემას, რომელიც ამ კონცეფციას შეესაბამება. მაგრამ მე ძალიან კარგად მესმის, რასაც თქვენ ამბობთ და რასაც ბევრი იძახის. თუ ქრისტიანობას რელიგიების დიდ გროვას მივაკუთვნებთ, ზოგიერთმა შეიძლება დაინახოს, რომ ის ძირითადად მრავალი ვარიანტიდან ერთ-ერთი მათგანია. და აქ შეიძლება დაკნინდეს მისი როლი. ამ განსხვავების გასაგებად მე საუკეთესო გზად ეს მიმაჩნია, რომ ესე გავსაზღვრო ჩვენ, რომ სოფლიოში არის მხოლოდ ორი რელიგია. ვიმეორებ, მხოლოდ ორად-ორი, არც 50, არც 500 და არც 5000, როგორც ეს ბევრს გონია. მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც ინდუიზმში, იქცეთ ყურადღება ინდუიზმი, ხო, ინდუისტურ სისტემაში 330 მილიონი ღმერთია. მე არ ვიცოდი, მე მახსოვდა, რომ რაღაცა ესეთი ათასობით ღმერთია, მაგრამ 330 მილიონი ავატარი თუ რაღაცა რო ყავდათ, არ ვიცოდი. ასე რომ მხოლოდ ორი რელიგია არსებობს. ერთის მხრივ არსებობს ადამიანის მიერ მოგონილი მისი მიღწევების რელიგია და მეორე მხრივ ღვთაებრივი ცოცხალი ღმერთის მიერ მოწოდებული და შექმნილი ეს კავშირი იგივე რელიგია. ადამიანის ძალისხმევით, მისი მიღწევებით რელიგია ამბობს, რომ ადამიანი რატომღაც იმსახურებს ღმერთის კეთილ განწყობას,
რა ღმერთიც არ უნდა იყოს ეს, თავისი მოგონილი ღმერთების. რა ღმერთებიც არ უნდა სწამდეს, რომ ის იმსახურებს მათ კეთილგანწყობას, კეთილი საქმეებით და იმ კონცეფციით, რასაც ის აყალიბებს, თუ რითი ასეამლოს თავიანთ კერპებს და ღმერთებს. ქრისტიანობა კი ამბობს, რომ ადამიანს არანაირი თავის ძალებით არ შეუძლია ღმერთის კეთილგანწყობა დაიმსახუროს. და ერთადერთი გზა, რომლითაც მას შეუძლია ღმერთს ასიამონოს, შეიცნოს და მასთან კავშირი ჰქონდეს, ის, რაც ღმერთმა თვითონ გააკეთა და დაადგინა. ეს არის იესო ქრისტეს გზა. ადამიანის მიღწევების რელიგია ამბობს, რომ თქვენი ურთიერთობა ღმერთთან გარკვეულწილად დამოკიდებული იმაზე, თუ თქვენ რას აკეთებთ, ხოლო ღვთაებრივი მიღწევების რელიგია ამბობს, რომ თქვენი ურთიერთობა ღმერთთან დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რაც მან თავად გააკეთა თქვენთვის. ამგვარად თქვენ გაქვთ ქრისტიანობა, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია, როგორც ღვთაებრივი მიღწევა და ღვთისგან მოწოდებული, ხოლო მსოფლიოს ყველა დანარჩენი სხვა რელიგიური სისტემები ჯდება იმ მეორე კატეგორიაში, რომელიც შედის ადამიანური მიღწევების რელიგიებში. ადამიანების მიერ არის მოგონილი და საბოლოოდ რა თქმა უნდა სატანის მიერ. მნიშვნელოვანი რომ განსხვავოთ ქრისტიანობა დანარჩენი მსოფლიო რელიგიებისაგან, მაგრამ არ ამგონია, რომ უბრალოდ იმის თქმა, რომ ქრისტიანობა არ არის რელიგია, ამ განსხვავებას ძალიან ნათლად დაადასტურებს. და შეიძლება უფრო რიგითი მსმენელისათვის დამაბნეველიც იყოს. ლექსიკონის თვალსაზრისით ჩვენ რა თქმა უნდა ვართ რელიგია, მაგრამ ყველა სხვა რელიგიიდან თვალსაზრისით, მათი თვალთახედვიდან, რომლითაც ადამიანი აფასებენ და ადგენენ რელიგიებს, ჩვენ არ ვიქნებოდით იმ კატეგორიაში შესული. არამედ ურთიერთობა ვიქნებოდით, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ცოცხალ ღმერთთან, იესო ქრისტეს მეშვეობით. ასე რომ თუ განსხვავებას თქვენ აპირებთ, განსხვავება უნდა გააკეთოთ იმაში, რომ სოფლიოს ყველა რელიგიურ სისტემაში ადამიანები ხსნას აღწევენ თავიანთი ქმედებებით, თავიანთი ძალისხმევით, თავიანთი წვრილი შეტანით. მაგრამ ქრისტიანობა პირიქით ამბობს, რომ თქვენ ვერაფერს ვერ შეიტანთ საკუთარი სულის ხსნის პროცესში, იმიტომ რომ თქვენ უიმედოდ ცოდვილი და განწირული ხართ. ასე რომ თქვენ თავს თქვენი საკუთარი ძალებით ვერ იხსნით. ასე რომ თქვენ გჭირდებათ გამომსყიდველი მხსნელი, თქვენ უნდა მიენდოთ ღვთის წყალობას, მიიღოთ ის ნიჭი, რომელიც ღმერთმა მოგცათ იესო ქრისტეში მისი მადლის სახით. გასაგებია ხო? დიახ, მადლობა ჯონ, გასაგებია.